მე მყავს 4 შვილი. მე ანუ პირველი მაცხოვრებელი როგორც იტყვან ორთებერვალს მე მოვედი. მაგრამ უნდოდა ახლა ჩვენს დირექტორს თუ იქნებოდა დაინტერესება, კი ხედავთ რა პირობებიც არის. აუცილებლად იმას ვიზავებ ხა დღესვე გავუკეთებ მოწოდებას და ვნახოთ. შენ ლამაშა შენ ტანა და კოხტანა ჩუშხო ათაშფერად გაგუნათე ახალი წლის დღეო სიმღერებით გეშალმებით ყური დაგვიგდეო ეჩიმჩიმე კიშკიშე დევლი დალალეო საქართველოსთვის დაცემულა მრავალი გმირი მათ საქართველოს სამოთხისკენ ეგონათ ხიდი მამაც ხეულნი ჩვენს მიწაზე დაყრილა ფერფლად დღეს კი სამშობლო იყიდება 30 ვერცხლად უწინ ზარცემ დამტერ სიტყვები დურას გორგასალ დროშა ქართული არ დაეცა ტერი მოწამლა დაურდგა ბურჯად რწმენას მეფე თავდადებული დღემდე გზას გვიკვლევს ლოცვა ღვთისა თამარ მეფური ნუ თუ ამისთვის ააწითლეს უწინ დიდგორი ბრწყინვალე ყავდა ერთადერთი მეფე გიორგი დღეს კი ბრწყინვალედ მიაჩნიათ მარტოდენ ფული არადუგდიათ დადიანის ერთგული სული მოღალატე ხარ დაწინაპარს სამასხროდ იგდებთ შფოთას გამოთქვამთ რომ ცხენი ხალხს უკანალს გიშვერთ ახლა ჩხუბობთ და აპროტესტებთ ძეგლისთვის ადგილს შენ ვინ მიგდი ხარ თვალებში რომ უყოლო დავიც ახლა კი როცა შინ და გარეთ მტერი ბევრია შემოგვესივნენ გმირნი ომში დღესაც ყდებიან ჩვენს მიწას ყალზე ძველებურად ვეღარ ვღეროდით ჩვენ შვილები ვართ მარიამის საქართველოსი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ქალთა და ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებს იმისათვის რომ შეძლების დაგვარად დაგვიდგნენ მხარში ერთადერთი ორგანიზაცია შემიძლია ასე ვთქვა ვინც მართლა დაინტერესდა ჩვენთან შექმნილი სიტუაციით მოვიდა დაათვალიერა ყველაფერი და შესაძლებლობის ფარგლებში გაგვიწია დახმარება დიდი მადლობა ყველას ამისათვის როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის სოლიდარობის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ სოციალურად შეჭირებულ უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოვაგროვეთ საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სხვადასხვა ნივთები და მოვინახულეთ დღეს ამ თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ ძალიან უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში. ამასთან ეს აქცია დღეს რაც თბილისში ტარდება არ არის მხოლოდ ერთი პარალელურად მსგავს აქციებს ჩვენი რეგიონული წარმომადგენლები ატარებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აქვე გვინდა ვთქვათ რომ ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა მისი ქალთა ორგანიზაცია და ახალგაზრდული ორგანიზაცია კვლავ გავაგრძელებთ სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემებზე მუშაობას და ყოველთვის დავეხმარებით მათ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით. აი მაშინ მე რო ვიყავ, მაშინ ყავდათ საპატრიარქო სახლში გადაყვანილი. მე რომ გითხარით ახლა შეგული ყავს მე შეშარდ და ხელით სახ. კარგა.